ეგ ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე და ძალიან ზედაპირზე არის რეალურად ამის მიზეზები, ხო? ჯერ თავად აღიარა ქართულმა ოცნება, რომ ამ ქვეყანაში თუმე პროდუქტებზე ფასები გაორმაგებულა. ოღონდ ისე გაორმაგდა პროდუქტებზე ფასები, რომ ხალხის შემოსავალი და მათი სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა ორჯერ და უფრო მეჯერ. შესაბამისად, გაზრდილი პროდუქტებზე ფასები, გაზრდილი ჯარიმები, გასამაგებული სახელმწიფო სერვისები, ერთ ღამეში 33% გაძვირებული დენის ტარიფი არის პირდაპირ მიზეზი იმისა, რომ ხვალიდან უფრო მეტი ადამიანი იქნება ღარიბი და სოციალურად მოწყვლადი, ვიდრე იყო გუშინ საღამოს, იმიტომ რომ, რა ვიცი, გუშინ საღამოს დენი 30%-ით იაფიღირდა, ვიდრე დღეი და ღირს, ხო ესეა? ეს არის მიზეზი. კორუფცია არის მიზეზი, იმიტომ რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფურცელზე არსებობს 7, 8 და 9%, რომელიც უპირველესად манипуლირებულია, თუმცა ჩავთვალოთ, რომ მაინც დაახლოებით ამდენი არის, ეს არ მიდის ჩვეულებრივ ადამიანებამდე. და ამის ბევრი ინდიკატორი გვაქვს, ხო, იმიტომ რომ, როდესაც ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა იყო 2021-2025 წლებში, აქ იყო საშუალოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამ პერიოდში გარდაიცვალა 38000-ით უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე დაიბადა, ანუ ტოტალურად შემცირდა შობადობა, რაც არასდროს არ ყოფილა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არასდროს და ამ პერიოდში წავიდა ყველაზე მეტი ქართველი ემიგრაციაში, 160000-ზე მეტი ქართველი. ანუ ნახეთ, ამ ეკონომიკური ზრდის, ვითომ და ეკონომიკური ზრდის განმავლობაში ბათუმის მოსახლეობა, რაც არის მაგდენი ადამიანი აორთქლდა ამ ქვეყნიდან. ზოგი ემიგრაციაში წავიდა, ზოგი გარდაიცვალა და აღარ დაიბადა მისი, ასე ვთქვათ, რელევანტური რაოდენობა, ხო? ეს არის ამის მიზეზები, ხა ეს მათ შორის რაღაცა აი ივანიშვილის რაღაცა ისინი აქ ყარჰესი დაიბრუნა დღეს რაღაცა მუდმივად ფულის კეთება, მუდმივად მისი ასე ვთქვათ მისწრაფება იმისკენ რომ მისი პირადი ქონება გაიმდიდროს, პირდაპირ აისახება იმაზე რომ თუ თვითონ დიდრდება, მაშინ აქ ჩვეულებრივი ადამიანი ღარიბდება. აი კიდე ერთ მაგალითს გეტყვით მაგისას იგივე დენის ტარიფის ზრდასთან არის დაკავშირებული. რომ ვიცოდეთ, საქართველოში დენის მოხმარების 15% მოდის კრიპტო მაინინგზე, რომელიც არის ივანიშვილთან დაკავშირებული ფაქტობრივად არალეგალური ბიზნესი, მას ეს კრიპტო ქარხნები აქ თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში განლაგებული, სადაც არანაირი გადასახადს არ იხდის და მთელი მოხმარების 15% მოდის აი ამ კაცის ფულის გამომუშავებაზე. და ეს, ასე ვთქვათ, ამ კრიპტო ქარხნების მიერ მოხმარებული დენი ემთხვევა იმპორტირებული დენის რაოდენობას. ანუ ჩვენ რომ ვყიდულობ დენს, იმიტომ რომ არ ყოფნის, რეალურად იხარჯება ივანიშვილის კრიპტო მაინინგში და მისი რაღაც კრიპტო ვალუტის შექმნაში და ვიცით, ეხლა მაგალითად მასშტაბებით შეგვიძლია განსაზღვროთ, ხო? ბაჩიაშვილს ედავებოდა $900 მილიონ კრიპტოვალუტას და დაახლოებით $600 მილიონ დაიბრუნდა, რაც ჩვენ გავარკვიეთ. თუმცა ამის გარდა, რა თქმა უნდა, მის შემოსავალი კიდევ უფრო მეტი იქნება და ხო, აი ამ კაცს ვარჩენთ რეალურად და ეს ღარიბი მოსახლეობა არჩენს ამ კაცს და მე აქ რა თქმა უნდა ეხა სოციალური ფონი არ უმჯობესდება. ხა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რაოდენობის უცხოური გრანტები შემოდიოდა, რომელსაც უპირველესად სამთავრობო პროგრამები განკარგავდნენ და ამით ბევრი ადამიანი საქმდებოდა, ხეირობდა და რაღაცა ბენეფიტებს იღებდა. ეს ყველაფერი გაჩერდა. გაჩერდა, იმიტომ რომ ივანიშვილმა რაღაცა იზოლაციაში მოაქცია მთელი ქვეყანა და აღარ არის ცივილური სამყაროს ნაწილი. შესაბამისად, ეს არის მიზეზები, არაფერი განსაკუთრებული და ხო, არც ვერც ბიზნეს დაბრალდება ეს, ვერც deep state და ვერც კიდე სხვა ფაქტორებს, იმიტომ რომ ქართული ოცნების სისტემის შედეგია ეს ყველაფერი.